მანდატურებს რაც შეეხება, მათ სახეზე აღენიშნებათ დაზიანებები, ნაკბენებიც აქვს სახეზე და ერთ-ერთ მანდატურს აქვს ხელზე დაზიანება. გამოკითხვის ოქმებით გინდება, რომ მთლიანად შენობა გაჟღენთილი იყოს სუნით, რაც აქვს სპეციფიური მოგეხსენებათ ამ ნივთიერებას. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ იმ დროს საქალაქო სასამართლოს შენობაში 3 მანდატური იყო. ფედება ჩადენილი არის შაბათს, დილით, არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში, რომ არავინ ყოფილიყო და ცარიელი ყოფილიყო შენობა და ფაქტი, რომ მანდატურების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო იყო პრიორიტეტი, ვიდრე შენობის გადაწვა. ამას უხსნიდი დღეს პროკურორს. ილობენ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მაქსიმალურად დასაჯონ იმ ჩადენილი ქმედებისთვის, მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე თუ რა დაპირისპირებაში იმყოფება ის ხელისუფლებასთან. მოვაწერე ხელწერილზე ხელი, რომელიც ითვალისწინებს, რომ კომუნალური მასალები არ უნდა გავახმაურო, არ უნდა გადავცემედიას. სანამ თქვენ დააკვალიფიცირებდით მუხსიქამდე, ხელისუფლების წარმომადგენლები წერდნენ, რომ ეს იყო ტერორიზმი. ხო არ ქონია გავლენა ამ პოლიტიკურ განწყობებს მუხლის გადაკვალიფიცირებაზეც, რატომ დაემთხვა პროკურატურის და პარტიული პოზიციები ერთმანეთს?